6.6 მილიარდი დოლარი, ეს არის დაახლოებით 18 მილიარდი ლარი. რომ ვიცოდეთ 2025 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი არის დაახლოებით 26 მილიარდი. ანუ მთელი სახელმწიფო, საქართველოს სახელმწიფო მთლიანად რა ბიუჯეტსაც აგროვებს არსებობისთვის, მაგის 2/3 ფული არის. არის ფულის რაღაცა მოცულობები, რომელიც ზემოთაც მაგ ფულს აუცილებლად მოყვება უსაფრთხოების გარანტიები. ეგ სწორი შენიშვნაა, რომ პოლიტიკური გარანტიები იქნება ერთ-ერთი პირობა. ეხლა რუსთაველის კინოთეატრი ხდება ამ არაბების მთავარი ოფისი აქ. მთავარი კითხვა მაგაში არ არის, იყიდეს უკვე თუ არა, ან როდის იყიდიან რუსთაველის კინოთეატრს. მთავარი კითხვა იმაში, პარლამენტს როდის იყიდიან, იმიტომ რომ პარლამენტის საყიდლად სრულიად საკმარისი ფულია 6.6 მილიარდი. პარლამენტიც რო იყიდება, ეგ უკვე გარკვეულ. რა ივანიშვილმა ამაზე ნაკლები ფული პარლამენტი და კანცელარია და ყველაფერი. კონტროლი უზრუნველყოფა. ეგ არის საკმარისი ფული იმისთვის, რომ აკონტროლებდე ყველას, ვინც პარლამენტში. თუ ქართული ოცნებიდან ვინმე იტყვის, რომ არა, ფულს ხელს არ ვკიდოთ, რავი კაცო აგერ, ღარიბაშვილს მაგას იძახდა.